საღამო მშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი გოჩა ცოფურაშვილი. საღამო მშვიდობის ბატონ გოჩა, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. რასაც ვაკვირდებით, აქტიურ ფაზაში შედის მსოფლიო გადანაწილების პროცესი. გამომდინარე იქიდან რომ გუშინ იყო საკმაოდ ესეთი მოცულობითი 2 საათნახევრიანი საუბარი ტრამპსა და პუტინს შორის. გარდა ამისა, ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკვე ტრამპი საუბრობს ზელენსკისთან, უკრაინის პრეზიდენტთან და აგრეთვე დღეს გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ტრამპი არ გამორიცხავს სი ძინპინის ამერიკის შეერთებულ შტატებში უახლოეს მომავალში ვიზიტს. ეს ტრამპი უბრალოდ იმედს გამოხატავს ამისა, როგორც ჩანს რაღაც ბერკეტები აქვს, ან რაღაც ჩანაფიქრი აქვს და ამავე დროს პარალელურად ვაკვირდებით კაპიტალისტური სამყაროს კრიზისს. გარდა ამისა, საქართველოშიც კეთდება მთელი რიგი განცხადებები, ძირითადად ახლა სალომე ზურაბიშვილის განცხადება გამოჩნდა კოორდინაციის ფარგლებში, იგზავნება ერთობლივი წერილი ევროპელ ლიდერებთან, რომლებიც ევროპული საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობენ. არ შეიძლება საქართველოს საკითხი არ იყოს განხილულიო, ეს ქალბატონი ამბობს. იქ ანტონიო კოშტა ევროსაბჭოს პრეზიდენტი რუსეთს აკრიტიკებს და მოკლედ ყველაფერი ეს ერთი მეორეში არის გადაბმული. თქვენ რა შეფასებას გააკეთებდით? ახლა ჩვენ ქვეყანაზე გვაქვს პირველ რიგში საზრუნავი. ხელისუფლება იმედს არ კარგავს, რომ დაალაგებს ყველასთან, ბოლო პერიოდის განცხადებები ასეთია, რომ ეს კომპლემენტარისტული პოლიტიკა გაგრძელდება და საქართველოს ყველასთან უნდა ივაჭროს სარფიანად ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ თქვენ როგორ გესახებათ, არის თუ არა გამოწვევები ამ რთულ პირობებში? არც ისე მარტივია, ასეთი რეცესიაში მყოფი ევროპა, ჩვენი კანონმდებლობა კვლავ მოგვიწოდებს ევროინტეგრაციისკენ, მაგრამ ეს ჯერჯერობით სათუოა და როგორ გესახებათ, გამოსავალი სად არის და თქვენი ხედვა როგორი იქნება ამასთან დაკავშირებით? მადლობა დავით, მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მე ესე დავიწყებდი, რომ როგორც თქვენ დაასრულეთ, ახლა და მე მივყვები იმ კითხვებს, რომელიც დაისვა. რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში საქართველოს, აი სად არის ის, ესე ვთქვათ, სწორი გადაწყვეტილება, სწორი პოლიტიკა, ეს ეხება როგორც ეკონომიკურ ნაწილს, სოციალურს თუ თუნდაც პოლიტიკურ ნაწილს, ხო? ჩვენ ყველა შემთხვევაში დღეს ვართ გარკვეულწილად აი ამ პროცესების მაყურებელის და შემფასებელიც, სახეზეა ძალიან დიდი სოფლიო პოლიტიკური გადატვირთვა, რომელიც შეიძლება 20-30 და შეიძლება მომავალი 50 წლის განმავლობაში განსაზღვროს სოფლიოს ცხოვრება. ტრამპი ძალიან აქტიურია, ხშირ შემთხვევაში თუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მაინც ჩანს, ასე ვთქვათ, მისი ხედვები წმინდა ეკონომიკურ ნაწილში ხშირად არის ხოლმე რაღაცა ესეთი ზიგზაგური მოძრაობები. ხანდახან ერთმანეთის გამომრიცხავი, მაგრამ შეიძლება ესეც გარკვეული ტაქტიკის, ასე ვთქვათ, მონახაზი იყოს. ამიტომ ამ დიდ თამაში, სადაც ამერიკაც, რუსეთიც და ჩინეთიც, ვთქვათ, შევიდნენ პროცესში, ევროპაცაც, თქმა უნდა, თავის პოზიცია აქვს. საქართველოს უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ხელებ დაკაპიცებული, შრომაში ჩაბმული და აკეთებდეს ჩემი გადმოსახედა, ეს არის ჩემი ასე ვთქვათ სუბიექტური აზრი, აკეთებდეს სრულ ანალიტიკურ შეფასებას, სად ვართ, რა გვჭირს, რა გავიარეთ, რატომ ჩამოგვენგრა ინდუსტრია, რატომ არის პრობლემები განათლების სისტემაში, სად არის მეცნიერება, რაზე უნდა იყოს მომავალი გათვლები, აი დღევანდელი სიტუაციიდან რა გადარჩა. რა პოტენციალი გვაქვს და როგორ უნდა განვითარდეთ. ეს არის ჩემის აზრით ყველაზე ღირებული, ესე ვთქვათ, ფორმატი, რაც უნდა დღეს მთავრობამ შეთავაზოს საზოგადოებას და მაშინ თითოეული ჩვენთაგანი უკვე შევაფასებთ, რამდენად კვალიფიციურად და პროფესიულად აკეთებენ ამას და თითოეული ჩვენთაგანი შევთავაზებთ, რა შეგვიძლია ვთქვათ ჩვენ ამ პროცესში გავაკეთოთ. არა და აუცილებელი ყველა სექტორი სრული შეფასება და ანალიზი, სრულად რეალური სურათის, ასე ვთქვათ, დადგენა. ეხლა ქალბატონი ახსენეთ, ხო, რომელიც აი დღენიადაგ ხმაურობს ამ არასამთავრობო სექტორის, ასე ვთქვათ, შევიწროებაზე თუ ამ ეთერში რამოდენიმე თვე ამაზე ვსაუბრობთ, მათ შორის არჩევნების წინაც, რომ არასამთავრობო სექტორი საქართველოში დომინირებს ძალიან ბევრ სამინისტროში.
პროგრამების ნაწილში, სტრატეგიების თუ ხედვების ნაწილში, მოქმედების ტემპების თუ რაღაც სხვადასხვა ეტაპზე მათი ინტერესების ძალიან თვალშისაცემია, ვინც იცის თემატურად, თქვა, განათლების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ასე შემდეგ, ის მიხვდება ინფრასტრუქტურის სამინისტროში არ გულისხმობ გზების და ხიდების და ასე შემდეგ, მე გულისხმობ რეგიონალურ მართვას, რეგიონული მუნიციპალურ მართვას, თვითმმართველობის თემას და გაძლიერებას და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ამ ხნის განმავლობაში სავსებით შესაძლებელი იყო, რომ აგვეღო ჩვენ სხვადასხვა სექტორში მომუშავე რამოდენიმე ასე ვთქვათ არასამთავრობო სტრუქტურა და საზოგადოების წინაშე ეს დაგვენახებინა, გაგვეშალა, მე არ ვიძახი რომ ვიღაცა რაღაცაზე უნდა არიქა მაინდა-მაინც დაისაჯოს, არა, შევქმნათ სრული ანალიტიკური სურათი. რისთვის მიიღო, რა პროგრამა იყო, როგორ განახორციელა, როგორ ჩაჯდა ეს ქვეყნის ინტერესებში, როგორ ჩაჯდა იმ სექტორის, სადაც იყო ასე ვთქვათ ეს ყველაფერი მის განვითარებაში, მის სისტემურობაში, როგორ მოქმედებდა მთავრობა ამ რეალობაში. ნახეთ, ამას წინათ იყო ერთ ფრაგმენტს მოვიყვან, რომ ზეპირიდეს ეს ბოდიში ზერელი არ გამოვიდეს ეს. ხო, აი, გაუკეთეს ვიღაცას დახმარება, მეცხოველეობის რაღაც განვითარების ამ ადამიანს მიცეს შესაძლებლობა თავის ფულიც დაახარჯინეს და თვითონაც დაეხმარნენ და ააშენა ფერმა. მე რაღაცა იქნება კიდე, გადის რამოდენიმე წელი და ის ინახავს ამ ფერმას, შიგნით არაფერი არ ხდება, ვერც რისკავს რომ საქონელი შეიყვანოს, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი შემაფერხებელი მომენტი და შეიძლება თქვათ ის მოგებაზე ვერ გავიდეს, აპრიორში დათვლილია და იცის, ელოდება სახელმწიფოსგან გადადგმულ გარკვეულ ნაბიჯებს, მაგრამ ეს წყვეტილობაა უკვე, ეს თანმიმდევრულობა დაკარგულია ამ პროცესში, ხო? ეს არის მთავარი თემა, რომ ჩაითრია, მე ესე უყურებ, იმიტომ რომ მე მონაწილე ვარ პროცესის, საიდანაც არ ვლაპარაკო, ჩათრეულია გარკვეული სამინისტროები და უწყებები, აი ამ რეჟიმში, როდესაც მოგეცი, მე მადლობა მოგახდევინე, გამოვედი აქედან, მიგატოვე, გაურკვევლობაში დაგტოვე, მე სხვა ბენეფიციარი მოვძებნე და ასე შემდეგ. აი ამ უსისტემობაში ეს სტრუქტურები შემჩნეულები არიან. ამიტომ ამდენი ხნის განმავლობაში ხო შეიძლება რამოდენიმე სამაგალითოდ გვეჩვენებინა და საზოგადოებას აუხსნედით ძალიან კვალიფიციურად რა მოიტანა ამ პროცესმა და უკვე აღარც ექს-ქალბატონ პრეზიდენტს ექნებოდა რაღაცა ეს კაპრიზები, რომ აი რა ეს ამას ხელი არ ახლოთ, იმას ესე არ გაუკეთოთ. საზოგადოებრივი სექტორი, თუ გნებავთ არასამთავრობო სექტორი, საზოგადოების ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ოღონდ არა ისეთი ჯგუფებით და ისეთი მიზნებით დაკომპლექტებული, რომლებიც რაღაც დიდი ჩაკუჩი უჭირავს და ანგრევენ თლიანობაში ამ სისტემას. კიდევ ერთხელ რითიც დავიწყე, მინდა რომ აი ეს შემოძახილი მე ყველა ეთერში და ყველა ტრიბუნას გამოვიყენებ, რომ ხმა მივაწვინო, რომ აუცილებელია ამ ეტაპზე, როდესაც მთელ მსოფლიოში მიდის ძალიან სერიოზული გადატვირთვა, გადათამაშება, კრიზისშია კაპიტალიზმი, რა ტიპის ასე თქვათ სოციალიზმია ჩინეთში, მე უსმედი 4 საათიან გადაცემას, ძალიან საინტერესოდ საუბრობდნენ ბიჭები, ახალგაზრდები და თემური ფიფია და სხვები. ნახეთ, რა გველოდება წინ, რისთვის უნდა ვიყოთ ჩვენ მზად, ჩვენ უნდა გქონდეს ეს საბაზისო ინფორმაცია, სად ვართ ახლა ჩვენ, სად შეგვეშალა, სად რა როგორ იმუშავებს, ამაზე უნდა კეთდებოდეს აქცენტი, რა პოტენციალი აქვს ქვეყანას. ის რომ დღეს ჩვენ გულხელდაკრეფილები ვიყოთ და ინერციით მივყვებოდეთ ამას უყოლობას, ეს ყოვლად დაუშვებელია. კი ბატონო, და საინტერესო თემა აგრეთვე დერეფნები. ესე პირდაპირ არა, თუმცა ის სოფლიო ზესახელმწიფოთა ლიდერები, რომლებიც ერთმანეთს ესაუბრებიან, იქ იკვეთება ეს ინტერესი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ეკონომიკურ კომპონენტს. ჩვენ ვიცით, რომ იქ რუსეთის პრეზიდენტმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს წიაღისეულის საკუთარ ქვეყანაში მოპოვება, არქტიკის ერთად ათვისება და ასე შემდეგ შესთავაზა. გარდა ამისა, თავად ტრამპიც არის დაინტერესებული, რომ კვლავ დაიწყოს როგორც წინა საარჩევნო პერიოდში, მამის ტერმინიც, ინგლისურად ახსენა 9 განვაახლოთო, ანუ ძიება ამ წიაღისეულის და ის მომხრეა, რომ ააგუგუნოს
როგორც ადრე, ვთქვათ, უკვე ასევე მოხსნა ის ვეტო ნახშირის გამოყენებაზე, ანუ შეუძლიათ გამოიყენონ ეს წიაღისეული, რომელიც ვთქვათ აი ამ ენერგეტიკულ სფეროს ხმარდება და ბოლომდე, ანუ მთელი სიმძლავრეებით აამუშავონ ეს ეკონომიკური კავშირები და აი ეს დერეფნები არის სწორედ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ჩვენც უექცევით აი ამ დერეფნების ზუსტად არეალში და ერთ-ერთი საკვანძო ფუნქციაც შეიძლება გქონდეს და ყოველ შემთხვევაში ხელისუფლება ამას ამბობს და ყველაზე დიდი მეც ამყარებს და ეს ჩანს აი ბოლო განცხადებებით გნებავთ ხელისუფლების წარმომადგენელთა იქ უნგრეთში ვიზიტი იქნება თუ აღმოსავლეთის ქვეყნებში ან ყაზახეთში, თურქმენეთში, აი უზბეკეთში, ახლა ამას წინათ იყო ვიზიტები, ეს ყველაფერი არის ერთი ჯაჭვი, ასე ვთქვათ. აი ბოლოს ასევე იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თუ კი ვთქვათ რუსეთთან დაალაგდება ურთიერთობები, კვლავ წინა პლანზე წამოიწევს რკინიგზის აღდგენა, ანუ ეგრეთ წოდებული ეს აფხაზეთის ხაზის აღდგენა. ასევე არის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სადაც აპრილის თვიდან გაიხსნება ბაქო-თბილისის მიმოსვლა, როგორც ადრე იყო, ნუ ეს სამოქალაქო შემადგენლობა, ასევე ყარსი ახალქალაქის უფრო მეტად დატვირთვა აგრეთვე სამოქალაქო რეისით თურქეთზე, თუმცა მაგალითად აზერბაიჯანული სააგენტო იმის შესახებაც წერს, რომ ახლა საქართველოს მხრიდან ელოდება რაღაც პასუხებს კონკრეტულ კითხვებზე. თუ კი ადრე იყო ეს მატარებელი, ახლა რა კითხვებია ქართულ მხარესთან. როგორც ჩანს, ქართული მხარე რაღაც ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს ან ელოდება, რომელიც უფრო სარფიანი იქნება ქვეყნისთვის. არ ვიცით, ანუ ბევრი რაღაცა არის კითხვის ნიშნის ქვეშ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონ გოჩა? რა ეტაპები იქნება გასავლელი საქართველოს, რომ უფრო მეტად აქტიური გახდეს ამ მიმართულებით. ახლა თქვენ კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობდით, რომ თუნდაც მთელი რიგი პროექტები, ეკონომიკური პროექტები ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს, ეხმარება ბენეფიციარებს, თუმცა მერე სადღაც შუაგზაში შეიძლება მიატოვოს. წინა ხელისუფლების დროს უფრო განსხვავებული მიდგომა იყო. ვიცით ეს მაშინდელი ეს PR ტექნოლოგიები, ამ პიუპიტრის აქეთ-იქით ტარება, იქვე ლენტების გაჭრა, ამ თეთრი ზეწრების ჩამოხსნა და ეს დედალი ძროხები და ასეთი ფრაზები, ნუ მოკლედ ამ ეკონომიკას რაც შეეხებოდა, მაგრამ იყო უშველებელი ატკატები. თუ გამოყოფდნენ, აი თქვა, კი ბატონო, შერჩევითი პროექტები, თუნდაც ეს USAID იქნებოდა თუ რომელიმე აი ესეთი იმ პროექტებისგან თითქმის არაფერი არ არის დარჩენილი დღეს. აი, სწორედ ეს არის ჩემი კითხვის შინაარსი. რა გამოწვევებია ახლა, თუნდაც აი ახლა ამ დერეფნებთან დაკავშირებით და რაოდენ მალე უნდა ავმოქმედდეთ. ანუ საქართველოს ხელისუფლებამ რა ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ ბევრად აქტიური იყოს ამ მიმართულებით. არამ ეს განცხადებები ხალხისთვის ეს არ არის, აი როგორ თქვა ახლა ეს მედიაში რაც ისახება და ადამიანები რასაც კითხულობენ, იმედით ივსებიან შეიძლება ითქვას, მაგრამ არ არის ეს საკმარისი, ანუ ეს პანაცეა არ არის, რასაც ახლა აქ ქვეყნებენ. რეალობა არის უფრო სხვა და აი აქ არის უფრო მეტი აქტიურობა საჭირო. კი ბატონო, ძალიან ბევრი საკითხი დააყენეთ და შევეცდები რომ ესე თანმიმდევრულად მივყვეთ ამას. ძალიან მნიშვნელოვანია იმ პირველი კითხვიდან კიდევ გავაგრძელებ იმ თემას, რომ ეკონომიკური სიძლიერე, ეკონომიკური პოტენციალის სწორედ გამოყენება უმნიშვნელოვანესია დღევანდელ მდგომარეობაში, თუნდაც იმიტომ რომ ანგარიში გაგიწიონ, თუნდაც იმიტომ რომ ფუნქცია გქონდეთ, შუა კორიდორის ფუნქცია, სატრანზიტო ფუნქცია, ჩვენთვის ფუნქცია, რაც მოგწონს და გვიხარია და გვეიმედება, თუმცა ჩვენ შეიძლება ჩავდივართ თქვა თურქმენეთში და უზბეკეთში და იქ ველაპარაკებით და კონტაქტი გვაქვს, ისინი არ არიან რეალურად აი ამ პროცესში რაიმე გადაწყვეტილების მიმღებები, არიან შეიძლება უბრალოდ ტერიტორიები და მოთამაშეები. ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი მაგალითად მუშაობს და შეიძლება ის კითხვა რაც დამისვით რას ელოდება ჩვენგან, ის მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც იქნა მიაღწია იმას, რომ გახდა სტრატეგიული პარტნიორი და მესამე ქვეყანა ამ სამკუთხედში არის ისრაელი. ამაზე უკვე გამოკვეთილად ადრე კულუარული ინფორმაციები იყო, ეხლა გამოკვეთილი ინფორმაციებია. აქ ევროპას ვინ ესახება მოკავშირედ, ამერიკელებს ვინ ესახებათ მოკავშირედ და ასე შემდეგ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა
ეს ყველაფერი დიდ მნიშვნელობას იძენს სამომავლოდ. ამიტომ უმოქმედობა, გაურკვევლობა, პოზიციის არ ქონა. ეს კორიდორებიც ნახეთ თუ რუსეთი და ამერიკა საუბრობს და იქ ჩინეთიც უნდა ჩავიდეს და ეს ყველაფერი და ერთ-ერთი საუკეთესო არის ის ჩრდილოეთის კორიდორი, ხო, ჩვეულებრივად იმუშავებს ის კორიდორი და სამხრეთ შუა კორიდორი იქნება, ასე ვთქვათ, სათადარიგო, თუ ამერიკელები მუშაობენ იქ ეს ეგრეთ წოდებული ზანგეზურის კორიდორი გაიხსნება. ესეც ჩვენ აგვივლის გვერდს და ესეც იქნება დამოუკიდებელი ის და ამ შემთხვევაში ჩვენ მეზობლებთან უნდა გქონდეს ძალიან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა და რა ვთქვათ ამ მომენტში არ ვარ შეჯიბრობითობის მომენტი პოლიტიკური ვიღაცებმა არ უნდა ჩვენი ესე ვთქვათ ინტერესების ხარჯზე თავისი ინტერესები გაიძლიეროს. ეს უმძიმესი პროცესები მიდის ეხლა. ზანგეზურის კორიდორის ამოქმედება ფაქტობრივად ჩვენ დაგვარტყამს. რა თქმა უნდა, ჩვენ თან ბევრად. როდესაც შენ ესე ვთქვათ თურქმენეთს ეუბნები რომ მოგესალმები და კარგია და ვიპარტნიოროთ და რაღაცა პროდუქცია გავცვალოთ და ამ დროს შენი პარტნიორი ისრაელთან და შენი მეზობელი ისრაელთან და ამერიკასთან დებს რაღაც სტრატეგიულ ხელშეკრულებას და ეს უკვე ვთქვათ ეს ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით რაღაცა ისეთ საფრთხეს იძენს ხო და ჩვენ ვართ ჩვენ არავის არ ველაპარაკებით აი მოცემს მე იქით მიმყავს ახლა რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორი თითქოს ყავს ყველა მაგრამ თუ კარგად ჩაუღრმავდებით ამ პროცესებს რეალურად შეიძლება გამოკვეთილი სტრატეგიული პარტნიორი ჩვენ არ გვყავდეს და ეს პოლიტიკური ჩაჭიდება როგორც ვთქვათ ამერიკამ იცის ან ევროკავშირმა სხვა ქვეყნებმა იგივე რუსეთმა და სხვებმა ჩვენთან მიმართებაში ახლა ეს არაფერი არ ხდება. ჩვენ ველოდებით რაღაცას, მაგრამ ამ ველოდებით ისე არ დაგვემართოს ის გამოთქმა როა ქართველები კეიფობდნენ რომ და ღმერთმა გაანაწილე ეს მიწები. ისე ღმერთის იმედზე რჩებით, აი ამ გადმოსახედიდან ესე ჩანს ახლა ეს ყველაფერი. ხო, ახლა რაც შეეხება ეკონომიკურ თემატიკაზე თქვით თქვენ აი ამ ასე ვთქვათ სხვადასხვა სამომავლო განვითარების კონტურებზე და იგივე კაპიტალიზმის კრიზისზე ვისაუბრეთ და ჩვენ მანამდე ვისაუბრეთ კიდე რეიტინგებზე და ამ რეიტინგების ამაზე კიდე ცალკე უფრო გავშლით თემას. ხო, გამოქვეყნებაზე. ხო, ეს რეიტინგები ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს ნებართვის პირდაპირ ამაზეც გადავალ მერე და თქვენი აზრიც მაინტერესებს. ჩვენ ვამბობთ რომ ეკონომიკას სჭირდება გარკვეული ტრანსფორმაცია თუ კაპიტალიზმი კრიზისშია თუ ჩვენ იძულებული ვარ და მსოფლიოა იძულებული რომ შერეული მექანიზმი მე უსმენდი ახლა ბიჭებს და იქ რაღაც სოციალიზმის ელემენტები და ძალიან კარგია რომ მე მგონი PPM თქვა რომ ხო ძალიან გაჭირდება ესეთ პატარა ქვეყანაში რომ თლიანობაში ესე შეკრა ეს სისტემა იმიტომ რომ ერთ ქვეყანაში მსოფლიოში მას განსაკუთრებული რესურსები უნდა ქონდეს და ესეთი ქვეყანა იყოს საბჭოთა კავშირი და იმ რესურსებზე ააწყეს და იყო ეს შეჯიბრობითობის მომენტი და ეს ორპლუსიანობა მსოფლიო განავითარა მოდით ესე ვთქვათ შეაჯახა მაგრამ იმ შეჯიბრობითობამ და იმ სისტემამ განავითარა ხო ჩვენ მაინც გვჭირდება შერეული მოქმედება ჩინეთი არ არის სოციალისტური ქვეყანა ის შერეული ქვეყანაა სადაც სოციალიზმის პრინციპები და კაპიტალიზმი კარგად მუშაობს იქ ზუსტად იციან რა უნდა იყოს სახელმწიფოზე ზუსტად იციან ავტორიტარული კაპიტალიზმია ასე ხო ზუსტად იციან რომ კაპიტალიზმი ზუსტად იციან ქონება სახელმწიფოსი რომელი უნდა იყოს, როგორ უნდა მართავდეს ამას, რა ადმინისტრირება ჭირდება მას, სად უნდა მიუშვა საბაზრო სისტემები, სად უნდა იყოს ინტერესი, სად უნდა იყოს კაპიტალისტური, სად უნდა იყოს რაღაც ხარისხზე, შეჯიბრობითობაზე მოქმედება. ის რო თქვათ ჩვენ ჩავეჭიდოთ ერთს ან მეორე მიმართულებას დღეს არათუ ჩვენთვის არ არის მომგებიანი, სოფლიოსთვის აღარ გახდა მომგებიანი, სოფლიოში მიდის აი ამის გადატვირთვა. აქედან გამომდინარე ძალიან არ მომწონს იმ რეიტინგების გაცხადება და ვინ აძლევს ამ რეიტინგებს ახლა და რატო ვამბობთ რომ ჩვენ იცით რამოდენიმე ქვეყანას უსწრებთ რეიტინგში რომელ რეიტინგში უსწრებთ ახლა ქვეყანას იმის რა ქვია ბიზნესის სწრაფად რეგისტრაციის და იქ ჩვენ მე-19 ვართ ევროპაში და 35 მსოფლიოში და თურქეთი არის ჩვენი მეზობელი 118 და რამე იქ დაუსაქმებელია ხალხი ბიზნეს ვერ აკეთებს ცუდად ცხოვრობენ თუ რამე ხდება ისეთი ან ჩვენზე კიდე ჩვენს შემდეგ ვინც არის სხვა ქვეყნები არაფერს არ ნიშნავს ეს რეიტინგები და რატოა ხოლმე ჩემთვის პირადად
რატო არ მომწონს და რატოა გამაღიზიანებელი, იმიტომ რომ ველოდებით ჩვენ სპეციალისტებით საზოგადოებაც ახალ დამოკიდებულებას, ახალ მიდგომას. კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს შერეული სქემა იქნება, რაღაცა განვითარების ისეთი მოდელი, რომელიც იქნება იმ მიმართულებებზე და იმ დარგებზე ორიენტირებული, სადაც კონკურენტული უპირატესობა გვექნება. აგერ ახლა ხმამაღლა ალაპარაკდნენ, რომ რუსეთი იყო ამ კაპიტალიზმის ესე თქვა წვეობაში, ეს ლიბერალური პარადიგმა დიდი ხანი აღჭობდა, მაგრამ რაღაც განსაცდელმა მიცა საშუალება, რომ გაცილებით კეისიანური გახადა პოლიტიკა და ამ კეისიანიზმში არის კიდე მიმართულება, როდესაც ჩვენ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთი ორიანტ შეიძლება ხუთიც ყველაზე მნიშვნელოვანი დარგების მოდერნიზებას აკეთებს და იძულებული იყო, რომ გააკეთებინა სამხედრო და დაარქვეს ახლა სამხედრო კეისიანური მოდერნიზებული პოლიტიკა და ასრულებს ამას და გამოვიდა ამ სიტუაციაში რეალურად გამარჯვებული. ესე იგი, რაღაცა განსაცდელმა დაანახა ეს პროცესი, რაღაცა განსაცდელმა დაანახა იმ საზოგადოებას, ვინ რას აფუჭებდა, ვინ რას იპარავდა. აი დღევანდელ მოცემულობაში ჩვენ აუცილებლად უნდა შევქმნათ ის რეალობა, რომ არა რომელიღაც რეიტინგს მივდევ, ან რომელიღაცა რეიტინგი მიხარია. ნუ იმეორებთ ამ რეიტინგებს, იმიტომ რომ გამოჩნდება ნაცმოძრაობაში ცოტა კვალიფიციური ადამიანი და იტყვის, რომ იცით რა ამ რეიტინგებში ნაცების დროს კიდევ უფრო წინ ვიყავით. და მე რას ვეუბნებით ჩვენ, რომ არ იყავით კიდევ უფრო წინ თუ რა მაგრამ ბატონო გოჩა, თქვენ არ ფიქრობთ, რომ ეს რეიტინგები იმიტომ ქვეყნდება და უფრო რომ აუხსნა ტელემაყურებელს, ანუ საინფორმაციო ველში ხშირად ჩნდება ესეთი სტატისტიკური მონაცემები, რითი უსწრებს საქართველოს, რა თქმა უნდა, პროცენტული მაჩვენებლით და არა ეს პირდაპირ გაგებით, მაგრამ ამასაც რა თქმა უნდა აქვს მნიშვნელობა, თუნდაც იმ ქვეყნებს, რომლებიც არიან ევროკავშირის წევრები. მაგრამ აი ჩვენ უფრო წარმატებულები ვართ რაღაცის აი პროგრესირებას განიცდის ქვეყანა, რომ უფრო აქტიური რომელიღაცა დარგი, რომელიღაცა სექტორი საინფორმაციოში ნახეთ ექსპორტში პირველ ადგილზე ვინ აქვს ახლა? ყირგიზეთი. და რას ვყიდით ყირგიზეთში? რეექსპორტია მანქანების. კი ბატონო. ესე იგი ჩვენ რაიმე ხელშესახები, რაღაცა განსაკუთრებული არ გვიჭირავს ხელში და ამ რეიტინგების გამოკიდებას, რომ აი თქვათ იქ სწრაფად დავარეგისტრირე ну რამოდენიმე სხვათა შორის კიდე ქვემოთ დაწია, იცით რა, მიწების პრივატიზაცია რომ აიკრძალა, მაგრამ 20%-ით აქვს დაწეული მთლიანი სქემა რომ ნახე, იქ დაწეულია ეგ პროცენტი, ხო ჩვენ რა ვაპირებთ ამ მიწების გასხვისებას და სასოფლო სამეურნეო მიწების გაყიდვას არ ვაპირებთ. ხო ესე იგი იქ უკვე უაზრობა არის ამ რეიტინგში, ვერასოდეს წინ ვერ წავალთ, იმიტომ რომ ის ერთ-ერთი კომპონენტია, ხო, რომ თავისუფალი მიწების გაყიდვა და იქ ლიდერები არიან სინგაპური, ირლანდია, შვეიცარია, არა ვართ ჩვენ არც ერთი ტიპის, ესეთი ტიპის ქვეყნები. ამიტომ ეს ყველაფერი არის უბრალოდ ფუჭი ენერგიის ხარჯვა. ენერგია უნდა დავხარჯოთ კიდევ ერთხელ ყველა მიმართულებით, აი ეს იერარქიულად უნდა ჩამოვყვეთ სამინისტროს დავალებები, რეგიონების დავალებები, მუნიციპალიტეტების დავალებები, ჩვენ უნდა გავარკვიოთ რა პოტენციალი გვაქვს, რა შესაძლებლობა გვაქვს ამ ახალ მოცემულობაში, რა შეიძლება ამოქმედდეს ისე რომ კონკურენტული შესაძლებლობების დარგები გავაძლიეროთ. ამ შუა დერეფანთან მიმართებაში ძალიან სერიოზული სამუშაოა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ჩრდილოეთთანაც მიდის ეს აგერ სამხრეთის კორიდორის თემებიც, ჩვენ ვართ უბრალოდ რაღაცის მოლოდინში, რომ ვიღაცა მოკიდებს ხელს და მიგვიყვანს სადღაც ბოლოში, ხო? რაც არ მოხდება, რაც არ მოხდება და იგივე ეს აფხაზეთის თემა და რკინიგზაზე რატო საუბრობენ, იცით, რომ ამ შუა კორიდორის გააქტიურების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს ის აფხაზეთის რკინიგზა, ხო? აქ არავის არ ლაპარაკიც არ უნდა ეშინია ამაზე ლაპარაკი, აქ გეშინია იმას არ ხვდები, ის არ გაინტერესებს. რაც ყველაზე მთავარია, თავად აფხაზების გადასაწყვეტი არ ხდება ეს ყველაფერი. ახლა ვიცით იქ როგორი მდგომარეობაა თუნდაც დემოგრაფიით და სხვა პრობლემებით, მაგრამ რასაც ვაკვირდებით, აი ღია წყაროებში და ამ საინფორმაციო საშუალებებში, აი წელს მაგალითად 18%-ით უნდა გაიზარდოს ტურისტული ნაკადი, ну, რა თქმა უნდა, რუსეთის მხრიდან და 2 მილიონი ნახევარ ტურისტს ელოდებიან მხოლოდ ერთი წიწკნა აფხაზეთში. ანუ საქართველოში ცხოვრობს ახლა პრინციპში, ну 2 მილიონზე მეტი მართალია 3 მილიონი რაღაც. მაგრამ მარტო აფხაზეთში რომ 2 მილიონი ნახევარი ტურისტი ჩამოვა, ამ პატარა კუთხისთვის საკმაოდ დიდი დივიდენდია.
და უკვე გაააქტიურეს ეს სარკინიგზო ადგილობრივი თუ კი გადადიოდნენ მატარებლიდან და საკონტროლო გამშვებ პუნქტზე უწევდათ იგივე ამ რუსებს გაჩერება პრობლემებსაც აწყდებოდნენ აფხაზების მხრიდან, აფხაზები ახლა ჩვენი მართლაც კავკასიელები, ჩვენნაირი მენტალობის ხალხი და ახლა მაპატია ჯარგონისთვის და ეს ბასიაკი რუსები ახლა გამოთქმა ასეთი ფეხში შველები რო დადიან და პრინციპში შემოტყავებული რომ აქვთ ტანსაცმელი ზაფხულობით ეს აფხაზებს აღიზიანებს. კანონმდებლობაც კი გაამკაცრეს იქ რომ ზღვის ნაპირის გარდა სხვაგან არ შეუძლიათ აი ამ ეგრეთ წოდებული შლოპანცებით სიარული. და ეს ყველაფერი მუშაობს. აი ეს 2.5 მილიონი რუსი რო შემოვა ახლა ამ პატარა ტერიტორიაზე ძალიან დიდი თანხა უნდა დარჩეს. და გაააქტიურეს ეს სარკინიგზო მიმოსვლა ადგილობრივ დონეზე ეს რუსული ლასტოჩკები ახლა გაგრიდან ვიდრე ოჩამჩირემდე ნუ იქ რკინიგზა კიდე პრობლემურია იქ ხაზი პრინციპში აღსადგენია მაგრამ სოხუმამდე თავისუფლად ჩავლენ ეს ხო აფხაზეთის თემაა ხო ნუ დავით აფხაზეთის თემა კიდე ცალკე ძალიან დიდი თემაა ეს არჩევნების ამბებიც ალბათ ტელევიზიითაც გაირჩა და პოლიტიკოსებმა ისაუბრეს ამაზე იქ გამოკვეთილად ჩანდა კანდიდატები, რომელიც იყვნენ თქვა ზოგი პრო დასავლური ორიენტაციის თუ პროჩდილო ორიენტაციის, ესეც უკვე დიდი შეჯახება მოხდა და ის კანდიდატი, რომელმაც წააგო საბოლოო ჯამში არძიმბამ, ხო? ის სარგებლობდა როგორც ირკვევა ძალიან დიდი მხარდაჭერით დასავლეთისგან, ძალიან დიდი მხარდამჭერები ყავდა თურქეთში და ნუ აი ეს რაღაცა ესეთი დიდი, მოკლედ ჩვენს ტერიტორიაზე იქ მიდიოდა ძალიან დიდი ესე ვთქვათ შეჯახება და ხელის გადაწევა. საბოლოო ჯამში ჩვენს მიმართ ევროკავშირის წნეხის ესე ვთქვათ განხორციელებელი ვინ გადაიქცევა ეს ევროკავშირის წნეხი იქნება თუ ამერიკული წნეხი ჩვენი ერთი მეზობელი მეორე მესამე თუ არამეზობელი და სხვა ქვეყანა კიდევ რას როგორ გამოიყენებენ ეს ჯერ კიდევ წინა გვაქვს ამიტომ მარტივს მე არაფერს არ ველოდები წინ და კიდევ ერთხელ ვიძახი რომ აუცილებელია რომ აქ იყოს ისეთი მობილიზებული მთავრობა, ისეთი საქმიანი, ისეთი ჩახედული, ისეთი ანალიტიკური, ისეთი გადაწყვეტილებებით როგორც არასოდეს. ეხლა რეალურად წდება საქართველოს ბედი მომავალი 30 და 50 წლის განმავლობაში რა და როგორ უნდა იყოს. ამიტომ ეს არის ერთადერთი რის თქმაც მინდა მეც და ბევრ ჩემ მეგობარს და კოლეგას რომ ეხლა არ არის დრო ჩვენ რაღაცებს მარტო ვაკვირდებოდ. მაგრამ მოდით მე არ მინდა ეხლა გამომივიდეს ესეთ ხელისუფლების ქებადიდებაში ეს არანაირად ვინც ეხლა ჩემ ეთერებს უსმენს ვფიქრობ რომ რაიმე ანგაჟირებულობა მე ან მე ყოველ შემთხვევაში ვცდილობ რომ მაქსიმალურად ვიყო ობიექტური მაგრამ თქვათ ის რომ აი იმ ვითარებაში რა მდგომარეობაშიც ახლა იმყოფება რითაც დავიწყეთ გადაცემა ეს მსოფლიო გადანაწილება ხელისუფლების პრაგმატული ხედვა იკვეთება იმ კუთხით რომ მთავარი საყრდენი მოთამაშეები არიან ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი აქ არ გულისხმობ იმას რომ საქართველოს ხელისუფლება არის გაწოლილი ამერიკელების ქვეშ ან რუსების თამაშობს როგორც ოპოზიცია ამას წარმოაჩენს მაგრამ ის რომ ახლა ეს პირდაპირ ვთქვათ რომ ამ ოპოზიციის მხრიდან პათხალი მაჟი მიმდინარეობს ამ ევრო ბონზებისადმი და ამ გლობალისტ ლიბერალების მიმართ და ევროპულ მედიას რასაც ვაკვირდებით რომ საერთოდ სხვაგან არიან ასტრალში არიან გასულები ანუ რეალობისგან მოწყვეტილები არიან პირდაპირ შარჟები იდება გერმანულ ფრანგულ მედიაში ტრამპის კარიკატურები იდება ანუ ქილიკობენ მასხარაობენ და აქ ასევე ისიგრძნობა რომ ეს სიმწრით აკეთებენ ამას ანუ სრულიად უსუსურები არიან აი ახლა რა ბოდუაც ისმის მათი მხრიდან ხო აი ამ ევროპელი ლიდერების მხრიდან თუნდაც აი უკრაინასთან მიმართებაში ამ დალოცვილებს 3 წლის განმავლობაში ვინ უშლიდა ამას ანუ ნახეთ უფრო თვალნათელი რო იყოს თუნდაც ტელემაყურებლისთვის სანამ არ გაირკვეოდა ვინ იგებდა დემოკრატების კანდიდატი თუ რესპუბლიკელების კანდიდატი შტატებში ეს ევროპელები თლიანად ერთად აღებული ნუ გარდა ახლა იქ ცალკეული ლიდერებისა იქნება ეს ორბანი თუ ფიცო ჩასაფრებულები იყვნენ თუ იგებს დემოკრატი კანდიდატი ან თქვათ ისევ ბაიდენი
განაგრძობდნენ ტაშის დაკვრას მისი პოლიტიკის მიმართ, გაგრძელდებოდა ეს ლიბერალურ გლობალისტური პარადიგმა და მაშინ ეს ყიყინი, როგორც ჭაობთან რო გაივლის ადამიანი და ბაყაყები რო აყიყინდებიან, ეს გაგრძელდებოდა. მაგრამ ყველაფერი შეტრიალდა. ერთადერთი ვინც ეს გამოიცნო, ცნობილია, ან რთული გამოსაცნობი არ არის საქართველოში ვინ გამოიცნო საერთოდ ეს მიმართულება. იმარჯვებს ტრამპი, რომელიც დგას სტაბილურად ტრადიციულ ღირებულებებზე, ბევრი რამე ააყირავა და ამასაც აქვს თავის გათვლები. ახლა გინდა არ გინდა იმ მტერსაც უნდა უსმინო, რომ არის ნათქვამი, უსმენდი ყარამურზას. რომელიც იქ მოწამლული იყო, მერე გაიყვანეს დასავლეთში და Deutsche Welle-სთან ჰქონდა ინტერვიუ და ხსნის იმას, რომ იცით, რუსეთში ავტორიტარიზმია, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების სიკეთე იმაში მდგომარეობს მხოლოდ რომ იქ საზოგადოება ორ ნაწილად არის გაყოფილიო, ვისაც თქვათ, მოსწონს ხელისუფლება ან არ მოსწონსო, მაგრამ მთავარი შინაარსი არ ახსნა, როგორც ეიფელის კოშკი რო დგას, ხო, 4 ძირითად საყრდენზე. ასე არის, ანუ მედია ბევრს კარნახობს. მედიავის ხელშია, გლობალისტების ხელშია და იგივე იმ deep state-ის ხელში იყო. და ეს ძალიან ყალბია, ძალიან ზედაპირულია. ხო, უფრო მეტ სიღრმეებში არ შევალ. ეს არის პრობლემა, რომ ჩვენთან ეს ხელისუფლების ხაზი არის ამ შემთხვევაში სწორი. სხვა საკითხია რა გამოუვა, ამიტომ რა თქმა უნდა, მოქნილიც უნდა იყოს. უფრო მეტად უნდა იყოს მახვილი ინტუიციაც უნდა კონდეს. შესაძლებლობებიც, განათლებაც და ბევრად мотиваციაც მაღალი უნდა იყოს, რომ ეს ქვეყანა რაღაც სამშვიდობოზე გავიდეს. მე ასე ვხედავ ყოველ შემთხვევაში. კი ბატონო, კი, გეთანხმები მაგაში, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ დაიკავა სწორი პოზიცია, როდესაც მხარი არ გახდა და შეჯახების ობიექტი არ გახდა და ამით ფაქტიურად განაწყო ძალიან ბევრი ქვეყნები და ზოგადად ევროკავშირის დამოკიდებულებად შეიცვალა უარესისკენ, ხო, მთლიანობაში. აი ზუსტად აქ არის საჭირო აქტიური სამთავრობო ეკონომიკური პოლიტიკა. როდესაც შენ გამოდიხარ და ვთქვათ იქ წესრიგის დამყარებისთვის და ალბათ უმეტესობა რაც მიღებულია მისაღები იყო ეს კანონები, განსაკუთრებით ნარკომანიასთან დაკავშირებით ვემხრობი თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ რეალურად გაუბედურებულია ხალხი და ქვეყანაში მართლა ძალიან მძიმე სიტუაცია. ამის პარალელურად ეკონომიკურ გუნდს უნდა კონდეს დავალება, რომელიც ეკონომიკური ხასიათის და შინაარსის რეფორმასაც შეთავაზებს საზოგადოებას. ეს ბალანსი რო იყოს მიწოდებული, საზოგადოება გაცილებით კარგად მიიღებს. ძალიან ბევრი ადამიანი გაგებით ხვდება იმას, რომ წესრიგი უნდა იყოს ქვეყანაში, არ შეიძლება ეს რაღაცა ქაოსი და სიგიჟე, რომ არ შეიძლება ესეთ მდგომარეობამდე მიიყვანო ახალგაზრდები, რომ ევროპა მინდა და მეტი არაფრის გაგონება არ მინდა. მე უნივერსიტეტში ვიყავი ამასთანავე პირველ კორპუსში რაღაც ღონისძიებაზე და შეხვალ თუ არა უნივერსიტეტი ყველასთვის განსაკუთრებული ეს არის, მით უმეტეს 80-იან წლებში, როცა მე იქ ვსწავლობდი, თლად განსაკუთრებული იყო იმ პერიოდში, ხო, და რო შედიხარ, იქ არის რაღაცა ეს ჩამოკიდებული ჯოხები აწერიაზე და არა რუსეთს, იქ რაღაცა ბოდიში ამ ჟარგონში კასკები და რაღაცა პარანოიდალური მომენტებია, ეს თან შიზოფრენიასთან ხო, აი რაღაცა ისეთი რა რუსოფობიული არ არის ეს ნორმალური ჩვენ მდგომარეობაში, ჩვენს მეზობელთან, აი ესეთ სიტუაციაში ესეთი არანორმალური დამოკიდებულება არ არის სწორი. ჩვენ ვერ შევდივართ კიდე იმ სიღრმეებში, როდესაც კორიდორებზე ვლაპარაკობთ, ვისი რა ინტერესია, ვინსად, ყველაფრის საუბრის უფლებაც არ აქვს არც დოქტორს და არც ექსპერტს და არც პოლიტიკოს ხშირ შემთხვევაში, ხო, ღიად. არის მთელი რიგი ისეთი მომენტები, რომელიც მთლიანობაში საქართველოს ინტერესია რუსებთან მიმართებაშიც, ამერიკელებთან მიმართებაშიც, არის ძალიან ფაქიზი თემები თურქეთთან, არის ძალიან ფაქიზი თემები აზერბაიჯანთან და ჩვენ რაღაცა შეიძლება იგივე სომხეთთან. ხო, იგივე სომხეთთანაც რაღაც მინიშნებები გავაკეთოთ, რაღაცა ზოგადად, მაგრამ არ შეიძლება რომ დღეს რაღაცა ისეთი თქვას, რომელიმე პოლიტიკოსმაც კი აღარ ვიძახი ექსპერტულ დონეზე, რომ მე ეს ატრიალონ და თქვა, რომ აი რაღაცა ესეთი გაჟღერდა. ყველაფერს ვერიდები, ძალიან გვინდა რომ ზომიერება დავიცვათ. მაგრამ ის რომ წესრიგი უნდა იყოს, ამას ცალსახად ყველა ვთანხმდებით. ის რომ ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ ეს турბულენტური გარემო,
ეს შეჯახებები, ეს აგიჟეთი ქვეყანაში ეხლა ამ სიტუაციაში არ გჭირდება. ხელისუფლებამ რომ მიიღოს კიდე უფრო მეტი მხარდაჭერა ამ პროცესში და კიდე უფრო მეტი ნდობა, კიდევ ერთხელ ვიძახი, გამოიტანა გარკვეულმა ჯგუფმა, მიეცა დავალება და ამ ნარკომანიასთან და ამ ასე ვთქვათ, ქცევის წესებთან და ამ სიგიჟეებთან. ამის პარალელურად ბევრი რაღაცის შეცვლა შეიძლება და აუცილებელიც არის ამ ბევრი რაღაცის შეცვლა ეკონომიკურ ნაწილში, ხო? და გადავდგათ ისეთი ნაბიჯები პოპულარულიც, საქმიანიც და წინ გამიზნულიც და ნახავთ თქვენ როგორ მიიღებს ამას საზოგადოება და უნდა დავანახოთ საზოგადოებას რომ ჩვენ გამოვედით აი ამ ლიბერალური პარადიგმიდან და ხშირად ვამბობ ხოლმე და ძალიან გული მტკივა რომ არათუ ვერ შევძელით აი საკადრო პოლიტიკის შეცვლა ამ სიტუაციაში და ისევ რაღაც საერთაშორისო ორგანიზაციების ადამიანებს ვნიშნავთ ყავს უпростоრეთ არა კიდევ ვნიშნავთ ესეთ ხალხს ეს საერთოდ დღევანდელ მოცემულობაში აბსოლუტურად არანაირ პლუს არ აძლევს ხელისუფლებას. საკადრო დეფიციტიც არის. ბატონ გოჩა, არის ეს პრობლემა. საკადრო დეფიციტი არ ვიცი შეფუთულია თუ არა, უბრალოდ ერთ პლატფორმაზე რო იყო პიროვნება და ისევ თქვათ უშვებენ ისეთ თანამდებობაზე ან ისეთ ადგილზე, ნუ უფრო მარტივად რომ ავხსნათ, ნაცი იყო და გახდა ქოცი თუ პირიქით, როგორც ამბობენ. ბოლო 20 წლის განმავლობაში სხვა ხელისუფლება ახლა ვიღაცა შევარდნაძის დროს რომ მუშაობდა, მხოლოდ ხო და დღეს რომ მოუნდეს მუშაობა და თან ასაკიც ექნება, გასაგებია რომ ასე ეთქვიან რომ სადიყავი ამდენი ხანი, მაგრამ ამდენი ხანი 20 წლის განმავლობაში იყო ეს თუმცა იყო პერიოდები, როდესაც იმ ხელისუფლებასაც და დღევანდელ ხელისუფლებასაც გამოკვეთილად ჭირდებოდა პროფესიონალები და ეს პროფესიონალები ინიშნებოდნენ ძალიან ბევრი ადამიანია. მე ერთ ხელისუფლების დროსაც მუშაობდი, მეორე და მესამე ხელისუფლების დროსაც და მაღალ თანამდებობაზე. აქ არ არის საუბარი იმაზე რომ თქვათ ვერ მოძებნიან ადამიანებს. ადამიანები ჭირდებათ ახალი ხედვით, სწორი ხედვით, სწორი დავალებით და არა ისევ იმ ერთ მოჯადოებულ წრეზე. აი ამ ლიბერალური პარადიგმით აღზრდილი ხალხი, ამ ლიბერალური ეკონომიკით ასე ვთქვათ, გამოტენილი თავებით ადამიანების შენარჩუნება კატეგორიულად არ შეიძლება. მე მესმის რომ შეიძლება ძნელია გადაწყვეტილება მიიღო, იმიტომ რომ ვთქვათ ამ თემატიკაში შენ არ გაქვს ვთქვათ ეს სიღრმეები და არ იცი, მაგრამ აუცილებელია რომ ვთქვათ მთავრობის თავმჯდომარეს ყავდეს თავისი უშუალო გუნდი და ხშირად ვამბობ ხოლმე მე რომ თვითონ პრემიერის ინსტიტუტი სუსტი ინსტიტუტია, იმიტომ რომ დომინაციას ვერ ახორციელებს სამინისტროებზე. დომინაციაში ამ შემთხვევაში გულისხმობ არა რაღაც ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებას ან ურთიერთობას, არა თემატურ დომინაციას, იმიტომ რომ არის რაღაცა მნიშვნელოვანი თემები, ეს ეხება ფინანს და სამინისტროს, რაღაცა საკითხია ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? თუ იმან უნდა მოამზადოს და იქიდან მომიტანონ და ის თავის თავს არ ეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა ის არ მომიტანს რაღაცა სიახლეს. სიახლეები უნდა მოდიოდეს თავიდან, თავმჯდომარიდან. ანალოგიურად ინფრასტრუქტურის სამინისტროში ხშირად ვლაპარაკობ, რატომ მოიტანს ახლა რაღაც რეგიონების გაძლიერებაზე ან თვითმმართველობა, ან ბიუჯეტის ფორმირება სხვა ფორმით, ან რაღაცა სოფლის თემის იმაზე. არ მოიტანს არავინ, იმიტომ რომ იქ მუნიციპალური განვითარების ფონდია, რომელიც მილიარდიანია და არასოდეს იმას არ გაუჩნდება სურვილი, რომ დეცენტრალიზაციის სტრატეგია განხორციელდეს, რომელიც ბოლო არ ვიცი სააკაშვილიდან მოყოლებული 15-20 წუთია 20 წელი ამაზე მიდის საუბარი დეცენტრალიზაციის სტრატეგია. თავდება სხვა შორის ჯერ 18-25 იყო, მე გადააკეთეს 20-25 გახდა, მე 22-25 გახდა, თავდება თვითმმართველობის წელია და დღეს ეროვნულ აკადემიაში ერთ-ერთ ხელმძღვანელს იმ უწყებისას ვესაუბრებოდი და უთხარი კიდეც რომ აი მოვიდა ეს ვადაც თავდება მეთქი, რამე ხელშესახები გააქვთ და იქით შემომიტრიალა ეთქვერას ფიქრობთ რომ რა შეიძლება ხელშესახები, რა შეიძლება რამოდენიმე გადაცემად გავშლი დავაანონსებ და დავიწყებ საუბარს სატრანსფერო პოლიტიკით, უფლებების პოლიტიკით, იგივე თვითმმართველობის გაძლიერების პოლიტიკით, რეგიონული ეკონომიკით, ადგილებზე შესაძლებლობების სწორი კვლევით, დარგების შერჩევით და მილიონი თემით, რომელიც ნელ-ნელა აქამდე უნდა გადაცემულიყო და ადგილზე ეს პროცესი უნდა გაძლიერებულიყო. მოკლედ მთლიანობაში ჩვენ ეხლა გვჭირდება აუცილებლად ცვლილებები, აუცილებლად აი ამ მძიმე ლიბერალური ეკონომიკიდან გამოსვლა. ნახეთ, ვინმე მაინც გაანალიზა, რა მოიტანა იმ
პორტფელით რო დადიოდა ბედუქიძე ყველაფერი იყიდება, ყველაფერი იყიდება და ყველაფერი უნდა გაეყიდა, ეს იყო მისი ასე თქვა დავალება. რა მოიტანა ამ ყველაფერის გაყიდვამ? ერთი სისულელე თქვა კიდე იმ ცხონებულმა ჩრდილოეთისკენ რო გაიხედავთო, ჩათვალეთ რომ იქ არის დიდი ზღვა ოკეანეო. ანუ არ გაიფიქროთ რომ არსებობს მეზობელი ქვეყანა, რომელთანაც შეიძლება რაღაც კონტაქტები დაამყარო, ან თუნდაც ვაშლის გატანა აიღეთ, პროდუქტის გატანა და მთავარი კიდე ღვინის გატანა. ნუ სხვა ვინ ყიდულობს. ტრამპი ებრძვის ევროპას. 20%-იანი და 25%-იანი და 200%-იანი დაუწესა უკვე ბაჟი ამ სპირტიან სასმელებს. ხო, თუ კარგად გავშლით ახლა მაგ თემას, ჯერ ეგეთი მაინც ჩრდილოეთში ვყიდით ჩვენ პროდუქციას, ის არც სამხრეთში არავის არ უნდა და არც დასავლეთში. მეორე ყველა ის სტრატეგიული ობიექტი დაწყებული სადაც მე ვმუშაობდი და კარგად ვიცი იქაურობა სპილენძის მადანი და ოქროდან დაწყებული აი ფეროს თემა იყო ხო ყველაფერი მაინც ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელს აქვს და ეს ყველაფერი წინა ხელისუფლების პერიოდშია განხორციელებული. ნახეთ, ერთი ხელით გადაცემა ამის, მეორე ხელით ლიბერალური ეკონომიკის ესე თქვათ ქადაგება, მესამე ხელით ამ დოზით არასამთავრობო სექტორის შემოსვლა და ზუსტად ეს 20 წელი ეს ბავშვები იყვნენ, ეს ახალგაზრდები, რომელთა უმეტესობა გარეთ არის, მათ რეალურად არც სხვა უნახია და არც სხვა რამეზე უფიქრიათ, ხო, ბავშვობიდან ჩარჩათ ეს ყველაფერი. და მე ეს რა ქვია პრეზიდენტის ყოფილი პრეზიდენტის ის რო თურმე ამან ის ქვეყანა ააშენა და მისი აშენებული ეს ქვეყანა და ეს ინსტიტუციები შექმნა, რა ეკონომიკური საფუძვლები შექმნა. რა, აი იმაზე ქაღალდზე რეიტინგებზე დაფუძნებული ის, რომ სწრაფად 5 წუთში შეგიძლია შეპესე დაარეგისტრირო და doing business-ში უცბად აღმოჩნდით მეორე თუ მესამე და ამით ვიწონებდით თავს, რომ ჩვენ ვართ ეხლა დღეს რა გვიჭირავს? სიხალბე და ფალში იყო ეს. იმიტომ ვიძახი, რომ აი რითიც დავიწყე, ისევ იქ მივდივარ, რომ დღეს ხელისუფლებას სჭირდება ამ პროცესის სწორი შეფასება. ყველა ამ ფაზების 90-იანების 2000-იანების წინა ხელისუფლების მოსვლა, ამ ხელისუფლების დამსახურება თუ ვერ გაკეთებული თუ გაკეთებული საქმეები, ამის სწორედ შეფასება არის უმნიშვნელოვანესი დღევანდელ სიტუაციაში და ამით მიიღებს დღეს მთავრობა დიდ მხარდაჭერას, იმიტომ რომ ხალხის უმეტესობა მაინც დაბნეულია, მადლობელია შეიძლება მთავრობის იმით, რომ თქვათ არ მოხვდით რაღაცა დიდი ომისთან შეჯახების ან უბედურების არეალში და გავიტანეთ თავი, თუმცა ყველა აცნობიერებს ახლა რომ ჩვენ რაღაცა ესეთი ობოლი ბავშვივით დავრჩით, იმიტომ რომ ვისაც არ შევებრძოლეთ, იმას არ ველაპარაკებით ჩვენ ჩრდილოეთ მეზობელს, ვისი დავალებაც არ შევასრულეთ, ის გაგვიბრაზდა და გაგვებუტა. უფროშორს პატრონი და სტრატეგიული პარტნიორი ამერიკაც გაურკვეველ მდგომარეობაშია ახლა ჩვენთან. აქაც მეზობლებში ბოლომდე ვერ დავლაგდი და ვერ გაგვირკვევია ვისთან რა როგორ რანაირად, ამიტომ ესეთ სიტუაციაში კიდევ აქ რო რაიმე ეკონომიკური ხასიათის პრობლემა გქონდეს და ჩავყვეთ ამ სიღრმეში, იგივე სასურსათო უსაფრთხოების კუთხით, ჩვენ ვითვლით ყველა იმ ძირითად პროდუქტზე. რა და არის ხოლმე 15, 17, 20%, 22, ამას ითვლიან სპეციალისტები და ხშირად ქონია ხოლმე ესეთი ის, მაგრამ სამინისტროში რამოდენიმე წლის წინ ზუსტად იმ დასავლური ესე თქვათ თქვენს რომ დასავლეთის ქვეყნებში მიღებული მეთოდოლოგიით დავთვალეთ და რამდენი პროცენტი გამოიტანეს ესე თვითუზრუნველყოფი 67%. ეს სხვათა შორის მათ საიტზე დევს, ეს ძველი კვლევაა. გაჩუმებული ვარ, ხმას არ ვიღებდი აქამდე, მაგრამ ახლა წარმოუდგენელია ეს ის და არ გაინტერესებთ პროდუქციის ჩამონათვალში რა მოხდა? ყურძენი, თაფლი, ბახჩეული, ხილი, კი, ცხიმები, ცხორბალის და ის, მაგრამ ამ ესე თქვათ პროდუქტების დიდმა ნაწილმა, რომელსაც დიდი თვითუზრუნველყოფა გვაქვს, კვერცხი, კარტოფილი, სადაც ახლოს ვართ თქვათ 100%-იან თვითუზრუნველყოფა, ამ ნაწია გახადა 67. ამ დროს იქ ძირითადი პროდუქტებია ცხიმები, რომელსაც ვერ ვაწარმოებთ, ეს არის ხორცპროდუქტები, სადაც ძალიან დაბალი გვაქვს თვითუზრუნველყოფა.
ეს არის რძედარძის პროდუქტები, სადაც სრული კატასტროფა გვაქვს. ეს არის მარცვლეული, სადაც ძალიან ცუდი სურათი გვაქვს ხორბალში და სიმინჩი ცუდ აბლა მოვდივართ. ხორბალში კიდე ოდნავ მაღლა წავედით, მაგრამ ნუ იმდენად მცირეა რაოდენობა, რომ მაინც 20% იქით ვერ გადავდივართ, მაგრამ სიმინჩი ძალიან სერიოზულად დაბლა წამოვიდა ბოლო წლებში. ეს ხუთი ძირითადი თავი არის ზოგადად უგულებელყოფილი, ამაზე კი არ არის დათვლილი. დათვლილია იმაზე ყურძენზე და ბახჩეულზე და ნესვზე და საზამთროზე რო დათვლი ახლა ნუ ეს მეთოდოლოგია პური ახსენეთ ბატონ გოჩა აი მარცვლეულს რაც შეეხება უბრალოდ აი პურს და ქერს და ესეთ კულტურებს აღმოსავლეთ საქართველოში უფრო იწყებს ფეხის მოკიდებას მაგრამ აი სიმინძე რომ თქვით რომ ესეთი ცუდი მდგომარეობა და უკან იწევს აქ პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ სიმინდი მეტად უფრო განვითარებული იყო მისი მოყვანა როგორც კულტურა დასავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონაა და ანუ შესაბამისად უხდება როგორც იქ ნიადაგი, ასევე ჰაერი ყველაფერი ამ სიმინძს. და ფასები ახლა ელემენტარულად ძალიან გაზრდილია სიმინძზე. ნებისმიერ მაღაზიაში რო შეხვიდე, ფქვილი ღირს 5 ლარამდე კილოგრამი და ღერღილი, რომელსაც ღომისთვის იყენებენ, ну, მიახლოებით ასე, ოდნავ შეიძლება ნაკლები. და პრობლემა აგრეთვე იმაშია, რომ ერთია საკითხი იქ მიწების დამუშავება, ეს ყველაფერი რესურსია, ანუ ტრაქტორი ჭირდება, საწვავი ჭირდება, მუშახელი ჭირდება, ტრაქტორისტი ასე შემდეგ, ბევრი ჩამონათვალი დიდია. ასევე სასუქებით ჭირდება რიგ შემთხვევაში, ну, რუსთავიდან ჩამოდიოდა ეს ყველაფერი. ადამიანების დეფიციტი არის. თვითონ პოპულაციის დეფიციტია. დასავლეთ საქართველოსდან არის ბევრი გასული. კი, აი რომ აი ქუთაისში ახლა სიტყვაზე რომ მოხდეთ ან ზესტაფონში ან სადმე სამტრედიაში. რომ მოიკითხავს მეზობელს, ხო? იგი სადაა? იგი ამერიკაშია, სიმონი ტყვის. ყველა ამერიკაშია. ანუ საიდან როგორ ანუ მექსიკის საზღვრით გადადიან, ან თუ გრინ კარტს იღებენ. ანუ პრობლემაა რეალურად. ბევრი არის გასული. დასავლეთ საქართველოს განსაკუთრებით თან დასავლეთ საქართველოს ეთნიკურად ძირითადად ასე ვთქვათ ქართულია, ძალიან დიდია მოსახლეობის გადინება, ამაზე ხშირად საუბრობთ ხოლმე ჩვენ და ეს დემოგრაფიული უსაფრთხოებაც ერთ-ერთი თემაა. ნახეთ, შევარდნაძის პერიოდში აღწევდა ხოლმე 400,000 ტონას სიმინდის მოსავალი. აი სადღაც როცა მე დაეცა ეს ყველაფერი წინა ხელისუფლების დროს და სადღაც 290,000-მდე თამაშობდა, ასე ვთქვათ, 300-290,000 უკვე როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, ოცნების ხელისუფლება. ხო, ეხლა ბოლო წელი იცით რამდენი იყო? 190,000. აი როცა ამდენი პროგრამა გაქვს, ამდენი ხელშეწყობი სიტუაცია, რატო უნდა იყოს ესეთი ვარდნა? ვიღაცამ ხო უნდა ეს გაანალიზოს თავიდან ბოლომდე. ეს ციფრები, ეს არ არის არც დათოს და არც გოჩას მოგონილი, ეს არის საქსტატის ციფრები, ამას უნდა ეცნობოდეს მუდმივად ხელმძღვანელობა და მე თუ მკითხავ ყოველ კვარტალურად უნდა იყოს ძალიან სიღრმისეული მსჯელობა და წლის განმავლობაში მაინც უნდა მოხდეს შეფასება ამ ყველა მოქმედების. მაგას ვიძახი მე რომ აი სად ვართ, რა გამოგვივიდა, რა არ გამოგვივიდა, რა არის გასაკეთებელი, სად გვაქვს შესაძლებლობა, სად გვაქვს პოტენციალი. და პირობითად კიდე ზეპირი რო არ გამომივიდეს, აი ახლა ბოლოს 32%-ია გუშინ გადაცემა მქონდა და მეფრინველეობის ასოციაციის ხელმძღვანელი მყავდა სტუმრად ზურა უჩუმბეგაშვილი და ვისაუბრეთ ქათამზეც, მეფრინველეობაზეც, კვერცხის ეს ყველა პრობლემებზე, თავის გადასახადებით ყველაფრით 32%-ია თვითუზრუნველყოფა, ხო? იყო პერიოდი, როდესაც 40-მდე ავდიოდით. იმის მაგივრად, რომ ჩვენ 40 იქით გადავსულიყავით, ხო, ჩამოვედით ისევ 32-ზე. ესეთ რაღაცაზე ხო უნდა იყოს რეაგირება და განგაში. ესეთ რაღაცაზე უნდა იყოს რა ჭირს ამ პროცესს, რა ხდება. ვიღაცებმა შემოაღწიეს დამატებით ასე ვთქვათ განახორციელეს იმპორტი, ხო ესეთი რაღაცა ნებისმიერი ქვეყნისთვის განგაში ზარია და ესე ძალიან ბევრი პოზიცია დავკარგეთ. ეხლა იყო საუბარი, რომ აი უცბად ხო ვერ შევძლებთ ჩვენ ამის შეცვლას, არა ბატონო, ვინ გეუბნებათ რომ უცბად უნდა შეცვლოს, მთელი გეგმა უნდა დაიხაზოს და ეს გეგმა ახსოვთ ალბათ სამინისტროს თანამშრომლობასაც და ბევრი ხალხი ესწრებოდა იქ მათ შორის უცხოელები, ესეთი ტიპის იმპორტ ჩანაცვლების ფორმულა დიდუბეში დიდ ფორუმზე გამოვიტანეს, სადაც აი ესეთი 3-დან 5%-მდე ზრდით შესაძლებელია 3, 5, 7 წელიწადში ამ ყველაფრის შეცვლა. ოღონდ ამას სჭირდება
რა თქმა უნდა მიზნობრივი პროგრამა, რა თქმა უნდა ტექნოლოგიური გარღვევა, რა თქმა უნდა ინსტიტუციური წესები, რა თქმა უნდა ამ პროცესში სისტემური და სტრუქტურული ცვლილებები. აბა ისე არაფერი გავიღვიძე და შეიცვალა სიტუაცია, არაფერი არ გამოვა. მაშინ რასაც ვიტყვი იქიდან, მეტყვია რომ იტყუები კაცო ამას, თუ შენ ამას არ ასაბუთებ და როდესაც ასაბუთებ, რა კომპონენტებისგან უნდა შედგეს ეს პროცესი, მაშინ ყველას მოწონს ეს და ყველა აღფრთოვანებული იყო იმითი რომ თქვა ეს არის აბსოლუტურად საქმიანი მიდგომა, პროგრამული მიდგომა, რომელმაც იცის დღეს რა გააკეთოს, ხვალ ზეგ და მაზეგ და კიდე ერთი თემა მინდა დავით აუცილებლად არ მინდა გამორჩეს ამ ბოლო დროს სულ მიდის საუბარი იმაზე რომ აი ეკონომიკა უნდა იგეგმებოდ როგორც იქნა დაიწყეს საუბარი იმაზე რომ ეკონომიკა ექვემდებარება ასე ვთქვათ ეკონომიკური პროცესი პირველ რიგში გააზრებას ამ სულ ყველაფრის შემდეგ გარკვეული გეგმის გაკეთებას ამ გეგმაში ეს გეგმა უნდა იყოს გაწერილი ასე ვთქვათ სხვადასხვა ეტაპებზე და სხვადასხვა ფაზებზე ეს არის ასე ვთქვათ დროში გაწერილი თემა პირველ ეტაპზე რა შედეგზე უნდა გახვიდე მეორე ეტაპზე ამის ეს არის ჩვეულებრივი რეჟიმი ნებისმიერი ქვეყნისთვის განსაკუთრებით აი ამ აზიური ვებხვებისთვის რომელზეც ვიძახდით რომ რაღაცა გაარღვიეს და აქ ნახსენებიც მაქვს მე რომ ეს ეგრეთ წოდებული კეისიანური პოლიტიკა რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტ პასუხისგებლობას ასე ვთქვათ მოითხოვს ხო ამ პოლიტიკაში არის აი ესეთი მიზნობრივი მოქმედებების მოდელიც რომელიც პირდაპირ იწყებს და ამთავრებს როგორც ეს ჩვენ რეჟიმში როგორც ჩვენ გვაქვს პროტექციონიზმი რომ მე ვიწყებ და გავაძლევ დავიც ფულს და მე ვეუნები ფული ხომ მოგეცე და რაც გინდა ის გააკეთე გამორიცხულია ესე იყოს. აი დღეს ახლა მე მოვდივარ 2 საათზე სოფლმეურნეობის აკადემიაში ქონდა განხილვა ერთ-ერთი ძალიან საინტერესო საკითხის მეფუტკრეობა რომელიც მართლა განსაკუთრებული დარგია ჩვენი მიკროზონის არ გამოყენება ეს არის დაუშვებელი რომ ჩვენ აქ არ ქონდეს ეს დარგი განვითარებული აი მართლა განსაკუთრებული ადგილები გვაქვს სადაც გამორჩეული გემონური თვისებების თაფლია ხო წაბლის თუ ალპურ ზონაში თუ რა ვიცი ნებისმიერი ბაისის თავს ვეძახით განსაკუთრებულია ყველას მოწონს და ამ რეჟიმში სპეციალისტები ამუშავებდნენ ესე იგი სხვადასხვა დაავადებებზე თავიანთ ტექნოლოგიურ სქემებს გამოგონებებს რომელიც 3 კომპონენტისგან 4 ჩართვისგან ეს ყველაფერი აჩვენეს და მე აგვიხსნეს რომ აი აქ მივიდნენ პატენტი ვერ მოიპოვეს, იქ მივიდნენ ეს იმათ არ აინტერესებდათ, მე ფერმერთან მივიდნენ და ეს ფერმერი რა ვერ იგებს და ჯერ შორს არის იმას ურჩევნია რომ გავარდეს და ეს ანტიბიოტიკი იყიდოს, მე ეს ანტიბიოტიკით გაჯერებული ვეღარ გადის ვერც ერთ ბაზარზე და ის საშიშია უკვე ჯამთელობისთვის და საბოლოო ჯამში მივედით იქამდე რომ მე როდესაც სიტყვა მოვითხოვებ თქვი რომ თუ ჩვენ ამ პროცესს არ გადავაბავთ ერთმანეთზე, თუ ამ სიტუაციაში არ იქნება მთავარი რგოლის, შემკვრელი რგოლის პასუხისგებლობა, რომ ყველა ეს დაბრკოლება მოიხსნას და არა ის, რომ დავითმა გამოიგონა წამალი და მე პირველივე კითხვას უსვავენ. მე ვერ გაყიდე კაცო კომერცია, ხო ხედავ რა არ არის ხალხო ეს ამ სოფლის მეურნეობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ეტაპია სწორედ გასავლელი და აი ეს ყველა ბარიერია მოსახსნელი, რომ ეს პროცესი წრეზე დატრიალდეს და შეიკრას ეს წრე და მივიდეს იმ მომხმარებელთან. ისია ეს გათითოკაცებული, ისია პროცესი, ასე ვთქვათ, პრიმიტიულ დონემდე დასული, რომ ესე მარტივად, რომ აქ მეცნიერი გამოგონებაზე ლაპარაკობს და შენ ამას ვერ იგებ და არც გჭირდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მიჩვეული ხარ რაღაცას და იგივე ეს ფერმერული მიდგომები და ფერმერები ძალიან კონსერვატიული, ასე ვთქვათ, გაგების ხალხია და არ უყვართ ეს სულები. აი ძალიან ბევრი რამ არის ისეთი მნიშვნელოვანი და ამ ჩემი გამოსვლის შემდეგ მე მოყვა სხვა გამოსვლებიც და ყველა მცალსახად აღნიშნა რომ გარდაუვალია სახელმწიფოს როლი. ეკონომიკური მართვის ნაწილში ხო ყველა მივხვდით რომ სახელმწიფოს როლი უდაოდ დიდია და მე უფრო შორს წავალ და გეტყვით რომ სოფლის მეურნეობის განვითარების ნაწილში ზოგადად რეგიონების და სოფლის განვითარების ნაწილში წარმოუდგენლად დიდია როლი. არ არსებობს ასე ვთქვათ არანაირი ასად არ დაწერილა ესეთი მექანიზმი რომ სოფელი განვითარდება მოთხოვნა მიწოდების რეჟიმში. არ არის ეს არც რეალური, არც თეორიულადაც ვერავინ ვერ დაამტკიცებს. რაღაც სპონტანური მომენტები იყო, აი თუნდაც თქვენ ახსენეთ და დეტალიზებულად რომ
მაგალითი მოვიყვანო. აი ეს ციკლი არის ხურება. ეხლა მაგალითად თქვენ ახსენეთ ფუტკარი, ხომ? გვახსოვს ჩვენ რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ამ ფაროსანას შემოსევა. კონკრეტულად ამერიკული ფონდები რიცხავდნენ თანხებს, მანქანებიც კი იყიდა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სპეციალური რომ აპკურებდნენ ამ წამალს და რადგან ახლა თხილს შემოსავალი მოხონდა და ახლა ყოველ წელს ვთქვათ იზრდება და იმ წამალს კიდე ვიღაცისთვის შემოსავალი მოხდა. რა თქმა უნდა, აფქვიეს ყველგან სადაც კი აფქვიეს და აი ვიდრე რაჭამდე, სადაც ახლა მეფუტკრეობა იყო, მე ჩემს იმამს ჰქონდა რამდენიმე სკა და ყოველთვის ჰქონდა კარგი ხარისხის თაფლი. ამ ფუტკარსაც განსაკუთრებული მოვლა უნდა, ახლა რაჭაში მაღალმთიანი რეგიონია, თოვლიც ისეთი იცის, იქ ფუტკარმა რო გამოიზამთროს ელემენტარულად ვინც ერკვევა ამ დარგში, შაქრის დამატება უნდა, თქვენ ახსენეთ ეს ანტიბიოტიკოთერაპიაც უნდა, ესენი პატარა ისეთი ორგანიზმია მნიშვნელოვანი, რომელსაც ასეთი სასიკეთო პროდუქტი მოაქვს. და ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლა კრიტიკაც იყო, რომ ისინი ძალიან ჩავიდნენ სიღრმისეულ ესეთი აიზეკ აზიმოვს ფანტასტიკა რო ქონდა, რომ აი თუნდაც ამ ფუტკრებს, ამ ჭიანჭველებსაც ადამიანებივით არსებები არიან და არანაკლები ტვინი აქვთ, როგორც ვთქვათ ადამიანებს. ამიტომ არ უნდა ხოცოთ იმისთვის, რომ ჭამოთ. თქვათ ან იქნება ეს სხვადასხვა ცხოველი, ფრინველი, თევზი თუ ასე შემდეგ. ხო და ამ ფუტკარს მოვლა რომ უნდა შემოქონდათ ეს წამალი, ეს მანქანები ხო შემოიტანეს, ფული ხო დაიხარჯა ამაში. ვითომ ერთ საქმეს უშველეს, მეორე საქმე გააფუჭეს, ეს ფუტკარი დაიხოცა. კი ბატონო. აი ამას ყველაფერს ხო უნდა უფრო კარგად და ხარისხიანად რეგულირება, ხო ასე? რა თქმა უნდა და უფრო მეც გეტყვით, რომ საერთოდ ამ პროცესში ჩვენ გვყავს აკადემიის პრეზიდენტი იყო იმ მომენტში, ახლა ვიცე-პრეზიდენტია გურამ ალექსიძე, რომელიც ითხოვდა, რომ ის ჩართულობა ყოფილიყო, რომ სპეციალისტია ამ თემის და რამოდენიმე მცდელობის შემდეგ დაანება თავი, იმიტომ რომ არ მოხდა, ასე ვთქვათ, არც მისი მიწვევა, არც მისი ჩართულობა, ეს სქემა სადღაც შეიქმნა, იყიდეს, როგორც თქვენ ახსენეთ, მანქანები, აფქვიეს ეს ყველაფერი, მით უმეტეს ის თუ სწორედ მახსოვს დიფეტრინი და სხვა მსგავსი ნივთიერებები საერთოდ რამოდენიმე კილომეტრითაც არ შეიძლება დასახლებულ ტერიტორიებზე და პუნქტებში იყოს, ჩვენი მეზობლები ამ პროცესს ებრძოდნენ აბსოლუტურად სხვანაირად. ხშირ შემთხვევაში ფიზიკურ განადგურებას სპეციალური ესე ვთქვათ წერტილები იყო, სადაც იზიდავდნენ. ჩამოკიდებული იყო ეს რაღაცები, სადაც იზიდავდნენ ამ წერტილებს. და ესე ნელ-ნელა, იმიტომ რომ ამას თავის ციკლი აქვს, ეს შემოვიდა, წავიდა მერე ესე ვთქვათ მის შემცირებაში და საბოლოოდ განადგურებაში, ამას თავის ციკლური ის აქვს. არა, ეს მეზობელი რომ ახსენეთ და რომ კიდებდნენ ამას, მათ ის პრეტენზიაც ჰქონდათ და გენერალურ შტაბში პირდაპირ ჯოხით იდგა ის კაცი და რა ეკონომიკური ბრძოლებისთვის იყენებენ, ლუგარის ლაბორატორიას ახსენებდნენ. ვინაიდან, როდესაც ეს ლაბორატორია დაფუძნდა, ხომ ახლა ძნელია შეკავშირება და ამას მტკიცებულებები ჭირდება, მაგრამ ლუგარის ლაბორატორიის დაარსების შემდეგ გაჩნდა ფაროსანაც მაშინ განადგურდა ეს მართლმადიდებლობის სიმბოლო კოლხური ბზა, შეესია ეს ალურა და ენდემური ბზები, ამისთვის შემოდიოდა არა ევროპული, არამედ მაინც და მაინც ამერიკული საწამლი აპარატები. ეს ყველაფერი ჯაჭვს გავდა. მტკიცებულება არ არის ამას, მაგრამ ლოგიკურად ხო გავს, ხო? კი, თქვენი საუბრიდან გამომდინარე, კიდევ ერთ თემას შევეხები, მე დილით 12 საათზე ეროვნულ აკადემიაში ვესწრებოდი სხდომას, სადაც იხილებოდა რამოდენიმე საკითხი, მათ შორის ესეთი საკითხი, რომ ვის აქვს უფლება იყოს გარკვეული დარგის, გარკვეული მიმართულების ექსპერტი, აი ეს როგორ უნდა ჩამოყალიბდეს, იქ საიძე როგორ დაიდოს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ ჩვენ ამ შემთხვევაში გარე მართვაზე ვართ და გარედან აქ ყავს მაღალი დონის სპეციალისტი ან ერთი მიმართულებით ან მეორე მიმართულებით და ჩვენ გარედან გვეტყვიან რომ აი ჩამოვა ეხლა ვიღაცა იქ სპეციალისტი, იმას გადაუღეს სურათი და თქვა რომ არა კარგად მიდის ეს ჩვენ ხარს გიჭერთ თქვენ როგორც დონორი და ამ გზით იარა ამ პროცესმა, ხო? თქვენ თვითონაც ამჩნევთ და ჩვენ შეგვიძლია სპეციალური გადაცემა გავაკეთოთ და ათასობით ადამიანი მოვიდეს და თქვას აი ამ სულ ყველაფერს რა მძიმე შედეგები მოყვა, ხო? თუ ჩვენ ესეთი სქემით მუშაობდით და დღეს რაც მოხდა ქვეყანაში, რაც მოხდა ამ არასამთავრობო სექტორთან, რაც მოხდა ამ გარედან მართვასთან და ამ სიტუაციას კიდე არ ცვლით თუ ვერ ცვლით, ხო? მაშინ ეს ძალიან სერიოზულად აზიანებს ქვეყანასაც, პროცესსაც და მთავრობასაც. ამიტომ
ჩემი თხოვნაა და ძალიან ბევრი ადამიანის, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დღეს. როდესაც ჩვენ უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება, გადავტვირთოთ ჩვენი მიდგომები, ეს ეხება ადმინისტრაციულ მართვას პროცესის, ეს ეხება სამინისტროების მართვას, ეს ეხება სტილს, ეს ეხება თუ გნებავთ აი იმ ლიბერალურ მიდგომებს და პასუხისგებლიან მიდგომებს, ყველაფერს ერთად ჭირდება აუცილებლად ცვლილება, აუცილებლად სხვა აქტიური პოზიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ ხელისუფლება კარგავს, ასე რა ქვია, ავტორიტეტსაც და ბერკეტებსაც, იმიტომ რომ მეორე მხარეს არის ძალიან დაპირისპირებული, აი ხანდახან უაზროდ დაპირისპირებული ჯგუფები, მოწამლული ჯგუფები, რომლებიც რაღაცა ესეთ აგრესიულად არიან განწყობილი და ეს აგრესია არ ვარგა, იმიტომ რომ ამ აგრესიას მოყვება ხოლმე მათივე ტელევიზიით ძალიან მძიმე გადაცემები და ეს საზოგადოებაში იწვევს გარკვეულწილად და ეს გაუთავებელი სასამართლო პროცესები, ეხლა ამ ადამიანების, ვინც დაკავებულები არიან, ფოტოებიც ხო იდება, ხო, ჰაბიტუსები, ეს რაღაც ტატუირებები, უცნაური ვარცხნილობები, ანუ ისინი მენტალურად სხვანი არიან. აქ მხოლოდ ის არ არის, რომ პოლიციელს რაღაც ესროლეს და უნდა დაისაჯოს და კანონის წინაშე პასუხი აგოს. სხვა გამოსავალი, მაგალითად, ფიდელ კასტრო, როდესაც მოვიდა ეგ სანტა-კლარადან, რო ჩავიდა ჰავანამდე, მერე დაჯდა თავის სიენფუეგოსთან სხვა დანარჩენ ამხანაგებთან ერთად და რაც კი ეს პროსტიტუტკები იყო და გეიები ერთ გრანმასნაერ გემზე დასვა და კუნძულ პინოსზე გადაასახლა. ამ ადამიანებს ძალიან ძნელია რომ მხოლოდ თქვათ ეს ხელების გადაგრიხვით სისხლის სამართლის დანაშაულის თანხლებით თქვათ მსჯავრდება მერე ციხეში გაუშვა ასე შემდეგ. უმჯობესია შეიქმნას რაღაც მექანიზმი რომ მათ გააღწიონ იმ საოცნებო დასავლეთში რაღაც ხელწერილით რომ უკან რაღაც პერიოდი არ დაბრუნდნენ ან იქ უფრო თავშესაფარი მისცენ ან ასე შემდეგ რომ აქაც ხელი არ შეუშალონ ვინმეს და არ შექმნან აი იმის განცდა რომ ტოტალურად აქ რეპრესიებია. რა ვიცი სხვა გამოსავალს ეხლა ამას ცოტა ექსპრომტით ვალაგებ ამ აზრებს შეიძლება რაღაცა სწორი არ იყოს და მომიძებნონ რაღაც ნაკლი მაგრამ არიან ადამიანები რომლებიც თავიდან ბოლომდე მიბმულები არიან იმ ასე თქვა დასავლურ ინსტიტუტებს და ისინი აქ ბოლომდე რო იყვნენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ და აქ რისით თქმა მინდოდა მე ბოლომდე ვერ თქვი აქ ითრევენ მე ისეთ ადამიანებს რომლებიც გარკვეულ სიმპათიას გამოხატავენ ესეთი ტიპის ესე ვთქვათ მოძრაობასთან, რაც თავისუფლებასთან ასოცირდება, მოქმედებასთან და თუ ამ რეჟიმში ხელისუფლებას არ აქვს ადეკვატური მოქმედებები, თუ ხელისუფლება არ ჩანს როგორც რეფორმატორი, რაღაცის შემცვლელი, რაღაცის მომწოდებელი და რჩება იმ ლიბერალურ პარადიგმაში ეკონომიკურ პოლიტიკაში რო ავიღოთ მარტო ხო რას ვქვია მე პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებ და ეკონომიკურ პოლიტიკაში ისე ვიქრჩები ეს საბოლოო ჯამში ეს იმდენად სერიოზულად ურტყავს და ზოგიერთები ვერ ხვდებიან მე მგონი ამას უყოლაფერს რომ ის ადამიანები ვინც შორიდან უყურებენ ნეიტრალური ადამიანები დავარქოთ ამათ 70-80% რომლებსაც შეიძლება ძალიან არ უყვართ ხელისუფლება მაგრამ ანგარიშს უწევენ და ხედავენ იმ სიმძიმეებს და იმ პრობლემებს რასაც ის ყდება თუმცა აქეთ არიან გადაკლული თქვათ რაღაცა პროცენტი რომლებიც მოწინააღმდეგებიანია და დიდი პროცენტი პირობითად 70% ამ სეირს უყურებს მაგრამ ამ სეირში თუ შენ ისევ იმ ლიბერალურ სქემაზე ზიხარ ისევ ამ ვერცვლი ცხოვრების წესს ვერცვლი ეკონომიკურ პოლიტიკას მაშინ იტყვის რომ ესე იგი რაღაცა ვერ ხდება ისე ხო და იქით გადაკაჩვა ხდება ადამიანების მე იმის თქმა მინდა რომ არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები უნდა იყოს თქვათ ამ შემთხვევაში თანამედროვე და დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე არამედ ეკონომიკური გადაწყვეტილებებიც მოქმედებებიც და საკადრო პოლიტიკაც იმიტომ რომ დაემშვიდობეთ იმ ხალხს ვინც წლების განმავლობაში სისხლს წოვდა ამ დარგებს და ამ თემებს და ამ მიმართულებებს თუ ვერ დაემშვიდობებით ხო კიდევ ერთხელ ვიძახი მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ პროცესში არის ფიქრობ თქვენ რომ ვიღაცა ვერ ფიქრობს ვიღაცამ არ იცის დიდი პოლიტიკა გლეხი რომელიც სადღაც მიყრუებულ სოფელში ცხოვრობს გაგიკვირდებათ ისე ჯანსაღად მსჯელობს და ყველაფერს სწორედ უყურებს და აფასებს ამიტომ შეცდომის დაშვების უფლება არა აქვს ხელისუფლებას აკეთებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვებძვით ნარკომანიას ვებძოლოთ იმ ეკონომიკურ სიმახინჯეებსაც რომელმაც აი ეს სურათი მოგვიტანა დღეს რომ არა გვაქვს განვითარებული ასე თქვა სწორი პარადიგმა
დიდი მადლობა ბატონ გოჩა მობრძანებისთვის და საინტერესო საუბრისთვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი გახდათ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი გოჩა ცოფურაშვილი. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის, მადლობა ყურადღებისთვის.